კაცის განკურნებაზე და ეს მოტივი ბრმისთვის თვალისახების მოტივი არის ძალიან ძლიერად წარმოდგენილი 4-ვე სახარებაში. რატო? იმიტომ რომ ისრაელის სიბრმავეზეა ლაპარაკი. პირველ რიგში უფალი ხედავს რომ მისი ერი ისრაელი ბრმაა და ვერ ხედავს მესიას. გესმით? ამდენი საუკუნე ვისაც ელოდნენ ის მოვიდა რა ბრმები არიან და ვერ ხედავენ და აი ამიტომ კურნავს ბრმებს აქ იქ იერუსალიმში შობიდან ბრმას გესმით გზაზე მჯდარ ბრმებს რომ ამ ბრმების თვალის სახელით ისრაელმა სულიერი სიბრმავე დაძლიოს და მიხვდეს რომ იქნებ ვერ ხედავთ რაღაცას ხო ხვდებით აი ხანდახან ხომ ასე არის რომ გარეგნული მოვლენა ჩვენ დაგვაფიქრებს შინაგანზე და კითხვას გააჩენს ჩვენში იქნება ჩვენ რაღაცას ვერ ხედავთ აი მე მქონდა ესეთ შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში რომ კაცი რომელიც გაჯიუტებული იყო და არ უნდოდა სარწმუნოება დაენახა წესიერი პატიოსანი კაცი იყო აი აღზრდით ყველაფერი ისეთი და ეუბნებოდნენ მას შვილები მამა ესე არ შეიძლება ესე დაიღუპები ესე არ გამოვა ესე რაღაცა არა გაჯიუტებული იყო რომ ესეთი კაცი იყო ინტელექტუალური ადამიანი იყო და დაბრმავდა და სიბრმავეში იპოვა ღმერთი ეს ნამდვილი ამბავია ამ ამბავს გეუბნები ბოლო 3-4 წელიწადი აბსოლუტურ სიბრმავეში გაატარა და ამ სიცოცხლის ბოლოს ამ სიბრმავეში მან იპოვა ღმერთი და შვილები მე ამბობდნენ ხოლმე რომ შევიხედავთ მის ოთახშიო და ეს ბრმა კაცი იცოდა ხატების საათი იყო იდგა და ლოცულობდა ესმით და ყველას მე ეუბნებოდა რომ აი ამას როგორ ვერ ხედავდი იმას როგორ ვერ ხედავდი ამას როგორ ვერ ვამჩნევდი ბრმა დაიწყო ხედვა იმისი რასაც მანამდე ვერ ხედავდა გესმით აი ასე ხდება და აი ამ ხორციელი ბრმების განკურნებით უფალს უნდა რომ სულიერი სიბრმავიდან გამოიყვანოს ისინი და მათ წამთ რომ შეუძლია მაცხოვარს ამის აღსრულება და იყურნებიან და ვერ ჩერდებიან გამოდიან და მოსდეს მთელი ამბავი იმ არემარეს ისე რომ შემდეგ ხადირებში წერია რომ უფალს აღარ შეეძლო თავისუფლად გავლაო ამიტომ უგრძალავდა მას რომ სასწაულებზე ორიენტირებული არ გამხდარიყო ხალხი და მოესმინათ იმისთვის რაც ის ამბობს ნახეთ ისრაელის სიბრმავე ხო თქვი მე აი ეს ადგილი მინდა წაგიკითხოთ ეს არის თალმუდიდან ეს ადგილი მე მინდა გაჩვენოთ თქვენ აი ამ მონაკვეთით რომ ისრაელი ნელ-ნელა თქოს აი ისრაელი უფრო ბძენი იყო იმ დროს ქრისტეს დროს მათი მოძღვრები ისეთ რაღაცებს წერენ თალმუდში თქვენ გავაგონებთ ასეთ სიბრძნე თალმუდი ჩვენთან გააშავეს ეს წიგნი გესმით იმიტომ გააშავეს ეს წიგნი ანუ გააშავეს რა გაგებით რომ აი შეურაცხყვეს თალმუდი იმიტომ რომ იქ ნახსენებია იესო ქრისტე მისი მასზე ამბობენ რომ ის იყო ერთ ადგილას არის ნახსენები რომ იესო ქრისტე გრძნეულებით ახსენდა ამ ყველაფერს და ამიტომ აი ეს ადგილი კიდევაც მატანილი მაგას არის სანჰედრინი ასეთი ტრაქტატია თალმუდში და იქ სანჰედრინი 53a და იქ წერია აი ამის გამო ზულ თალმუდი ნუ გასაგებიც არის ძენებს და იქ წერია რომ პასექის დღესასწაულზე სიკვდილით დასაჯეს იესო ასე წერია 40 დღე მანამდეო შიკრიკიო დადიოდა ისრაელშიო და ამბობდაო რომ ვისაც შეუძლია რაიმე მის დასაცავად თქვასო გამოვიდეს და თქვასო რადგან ისოო გრძნეულებით ახდენს სასწაულებს ღეთ კი არ უარყოფენ რომ სასწაულებს ახდენ და გრძნეულებით ახდენს სასწაულებსო და 40 დღეო დადიოდაო ეს შიკრიკიო და არავინ არ გამოჩნდაო მისი დამცველიო ისრაელშიო ნუ როგორც თუ ნაწყვეტისაც წერენ და მე ერთმა მოძღვარმა თქვაო რომ შენ მართლა გონიაო რომ ვინმე მის დაცვას დაიწყებდაო იმიტომ რომ ყველა მიხვდაო რომ ისო აი ამ გრძნეულებით ახერხებდა ამ ყველაფერს ახერხებდა და არის ესეთი ადგილები ამიტომაც თალმუდი ამ ქრისტიანებისთვის საძულვე წიგნად იქცა მაგრამ თალმუდში ბევრი სიბრძნეა გესმით ბევრი სიბრძნეა რომელსაც იესო ქრისტე რასაც ამბობს იმასთან პირდაპირ კავშირი აქვს ანუ მათი მოძღვრები რასაც ასწავლიდნენ ხანდახან თქვენ გაგიკვირდებათ რომ იგივეს ამბობს სახარებაც ძალიან გავს ერთმანეთს იმიტომ რომ ის არის ის ძველი აღთქმისეული გარემო და იქ მოძღვრები ჭეშმარიტებასაც ასწავლიდნენ გესმით
და ქრისტე ყველაფერს კი არ უარყოფს, იქ არის რაღაც ჭეშმარიტება, რასაც იცნობენ. აი, ეხლა ერთ ადგილს გაგიკითხავთ მე თქვენ და გავაუგნდებით ისეთი სიბრძნეა და ფაქტობრივად ისრაელს განაჩენი გამოაქვს საკუთარი თავისთვის. ეს არის მოძღვარი, რომელიც წერს დაახლოებით 150 წელს. 150 წელი, ტაძარი დანგრეულია, 60 წელს დაინგრა ტაძარი, 135 წელს მეორე საუკუნეში რომაელებმა საბოლოოდ განადგურეს ისრაელი, იერუსალიმი, აყარეს ებრაელები და გაფანტეს რომის იმპერიაში, ზოგისად გაიქცა, ზოგისად გადაასახლეს, მილიონი კაცი მოკვდა მარტო 135 წელს აჯანყების დროს. ტაძარი ბოლომდე დანგრეულია და იქ რომაული სალოცავი დადგეს ტაძარი, სადაც იერუსალიმის ტაძარი იყო და იქიდან დაახლოებით 80 წლის შემდეგ, 150 წელს, დაახლოებით 15 წლის შემდეგ აი ამ ყველა უბედურებიდან წერს რაბი იოსე. ნახეთ, ეს არის განაჩენი ისრაელის. აი დღესაც ბრმაა ისრაელი და ამას ვერ ხვდება თვითონ ებრაელი ხალხი. ეს ამბობს: ჩემი მთელი ცხოვრებაო, დავით ანჯეო, ერთი ადგილის განმარტების გამო მოსეს რჯულიდან და რომ ეს არის ადგილი მეორე რჯულის, მოსეს მეხუთე წიგნის 22-ვე თავიდან. ნახეთ, მინდა ეს ადგილი გაჩვენოთ. მოსეს მეხუთე წიგნი, მეორე რჯული ქვია მოსეს მეხუთე წიგნს 22-ვე თავიდან. და ღმერთი ამ თავში მათ ეუბნებათ, რომ თუო დაიცავთო ჩემს ცნებებსო, გაკურთხებთ ასე, თუ არ დაიცავთო, მოვა თქვენზე წყევლა, ტანჯვა, უბედურება, ვაება და ერთ ადგილას ეუბნება. ხელის ცეცებით ივლი შუადღისას, როგორც ბრმა დადის სიბნელეში, ვერსად გაიგნებ გზას, იქნები დათგუნული და დაწიოკებული მთელი სიცოცხლე და არ გეყოლება შემწე. ნახეთ? თუ ამას არ დაიცავ, მოსეს რჯულს ეუბნება, ხელის ცეცებით ივლი, ისე როგორც ბრმა დადის სიბნელეშიო. და ეს რაბი იოსე ამბობს, რომ მთელი ცხოვრება დავით ანჯეო, რას ნიშნავს ესო? ბრმა აცეცებს, ხელის ცეცებით დადისო ბრმა სიბნელეში. ბრმა დადის სიბნელეში და ხელს აცეცებს და ფიქრობდიო, რომ ბრმისთვის რა მნიშვნელობა აქვს, დღე დადის თუ ღამე დადის? ხო? ღამე რა თუნდა ხელის ცეცება? რა მნიშვნელობა აქვს, დღე დადის, მაინც უნდა აცეცოს ხელი, იმიტომ რომ ერთ ღამე ხედავს და ერთ სულ უკუნეთი აქვს თვალებში. სანამო ერთ დღესო, ერთ ღამესო, ერთ ღამეს გზაზე მივდიოდი, უკუნე ღამეშიო და დავინახეო, რომ ერთი ბრმაო მოდის გზაზეო და ხელში ჩირაღდანი უჭირავსო და მივედიო და ვეკითხებიო, ჩემო შვილო, რა გინდაო ეს ჩირაღდანიო? ბრმა ხარ, ხო? ღამე ჩირაღდანი რატო გიჭირავს? რა ხედავ იმ შუქს? და ასე მითხრაო, რომ ეს ჩირაღდანი ხელში იმიტომ მიჭირავსო, რომ სხვებმა დამინახონო. და სხვები რომ დამინახავენო, მეუნებიან მან დორმო არ ჩავარდეო. მეუნებიან მან წყალი არ გადავარდეო და ჩირაღდანით იმათმა რომ დამინახონ, იმიტომ მიჭირავსო და მერე მივხვდიო ეს რას ნიშნავსო, რომ თუ არ დაიცავთ ჩემ რჯულსო, აი იმ ბრმასავით ივლითო. ნახეთ რა ეუბნება? ის ნათელი მათ ხელში მესიაა ზუსტად. ქრისტეა ისრაელის ხელში ნათელი და თუ ამ ჩირაღდანს გადააგდებთ თქვენ, იცოდე დაუცველები იქნებით მთელ მსოფლიოში. თუ ეს ჩირაღდანი ქრისტე, მესიის მოლოდინი და ხსოვნა და წმენა ხელში გეჭირებათ, იცოდეთ რომ ყოველთვის გეყოლებათ ვიღაცა, ვინც დაგიცავთ. გეტყვით რომ იქ არ ჩავარდებთ, ხილად, დაცულები იქნებით და თუ მესიას მოკლავთ, ჩირაღდანიც აღარ გიჭირავთ, დადიხართ სიბნელეში და ხელს აცეცებთ და არ იცით საწახვით და ვერც სხვა გხედავთ. და ნახეთ, ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ისრაელს რამდენი მტერი ყავდა ეს 20 საუკუნის განმავლობაში. რომაელებმა ხო გაანადგურეს, სადაც ცხოვრობდნენ, იქაც დევნიდნენ, ბოლოს ფაშისტებმა რა უყვეს, ხო, გერმანიაში გესმით და აი თვითონ ამბობს მოძღვარი იმას, რაც მათ თავს ახდა და რჯულში რაც უწერია. და აი ამ სიბრმავეს, ეხლა ძეღმერთი ხო, მამა ეს მოსეს ზრუში რაც უწერია, ძეღმერთმა ხო ეს იცის. და ძეღმერთმა იცის, რომ ისრაელი როცა მოკლავს მესიას, ამ ჩირაღდანს დაკარგავს და ვერავინ ვეღარ დაიცავს მას და განადგურდება ყველაფერი და ამიტომაც გახსოვთ ზეთისხილის მთაზე რო ზის და უყურებს იერუსალიმის ტაძარს და ეუბნება
ყველაფერი დაინგრევა, ყველაფერი განადგურდება და შემდეგ ეუნება მათ რომ დაინახავთ იერუსალიმის გარშემორტყმულს, გაიქეცით, აღარ დაელოდოთ, იმიტომ რომ უბედურებაა მოსული, ხო? აი იმაზე ეუნება, რაც მათ თავს მოხდება შემდეგ და დღემდე მე-20 საუკუნემდე გრძელდებოდა ეს, ხო? და ახლა ისრაელი დაბრუნდა თავის მიწაზე. ხელში ჭირაღდანი მაინც არ უჭირავს. მაინც არ სწამს მას ჯერ თავისი მაცხოვარი მესია, მეშიახი არ სწამს ქრისტე. მაგრამ იმ მიწაზე დააბრუნა ღმერთმა, რატომ დააბრუნა? რომ ახლოს არის მეორედ მოსვლა მას. და როცა მეორედ მოვა უფალი, იქ უნდა დახვდეს მას ისრაელი. რადგან ისრაელიდან ნატამალი ისრაელი, ნაწილი უნდა გადარჩეს, როგორც ნაწილასწარმეტყველები. გესმით? აი ამიტომ დაბრუნდნენ ისრაელში და ნახეთ კი დაბრუნდნენ, მაგრამ ჭირაღდანი ხელში რო არ უჭირავთ, გარშემო სუნტრები ყავთ. მთელი ეს ისლამური სამყარო ლამობს მათ განადგურებას და ეს იარაღი რო არ ქონდეთ, რაც მათ აქვთ ეხლა ისრაელმა, განადგურებდნენ, მაგრამ ღმერთის ხელი ანგაგებით იცავს მათ, რომ ისრაელი იქ უნდა იყოს, როცა მოვა იესო ქრისტე. ხო, აი ძალიან საინტერესო ადგილია ეს თალმუდიდან რასაც ამბობს მათი ერთ-ერთი მოძღვარი. ამიტომაც, იცით, არც ერთი წიგნის სიძულვილი არ შეიძლება. ეს ამას გვასწავლის. ყველა წიგნში შეიძლება რაღაცა სიბრძნე იყოს, ამიტომ ყველა წიგნის საკითხვა შეიძლება და ყველა წიგნიდან შეგვიძლია ვეძებოთ სიბრძნე.